მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 15 აგვისტო. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ გუშინ მოსამზადებელ ეტაპს გადის ჯერჯერობით ჩვენი ნაკრები და ევრობასკეტის დაწყებამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი, რომელიც პოლონეთში გაიმართება და სტარტს აიღებს 27 აგვისტოდან. პოლონეთთან 99-ის 94 დაუმასხდით და იმის საშიშროება იყო, რომ რატიან ბრონიკაშვილის შესაძლოა ევრობასკეტი გამოეტოვებია, მაგრამ სასიხალო ამბავი ის არის, რომ დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ რატიან ბრონიკაშვილი მოვიდა ამხანაგურ მატჩში ჩეხეთთან მონაწილეობას მიიღებს და ევრობასკეტის გამოტოვების საფრთხე არ არსებობს. ეხლა კი რა შეეხება გადავიდეთ ჩვენ უესვათ მოგახსენებთ ინგლისში პრემიერ ლიგაში ლივერპული ბორნმუთი 11 საათზე დღეს თბილისის დროით. შემდეგი მატჩები ეხლავე გეტყვით მარსელი ლიგა 1-ში დღეს მარსელი მორიგ მატჩს იწყებს 2 საათზე და 45-ზე ასე შემდეგ. ეხლა კი რა შეეხება კიდე ხვალ თბილისის დროით ლიონი თავის შეხვედრას გამართავს პირველ ტურს 19 საათზე. როგორც მოგეხსენებათ, მანამდე კიდე რამოდენიმე თამაში არ შეეხება ლა ლიგაზე. მინდა გითხრათ, ლა ლიგაში რაიო ვარეკანო და ვიარიალი და ეს ორი თამაშია ლა ლიგაში. ნელა ჩემპიონატები იწყება. სერია ცოტა მოგვიანებით იწყება სერია 21 აგვისტოდან აიღებს სტარტს. მანამდე კი მე მინდა კიდე გაცნობოთ სატრანსფერო ფანჯრების შესახებ რა ტრანსფერები განხორციელდა. დონარუმამ დატოვა პარის სენ-ჟერმენი და დონარუმა განაგრძობს კარიერას მანჩესტერ სიტიში. ეს ტრანსფერი გაოფიციალურდა უკვე და ოფიციალურად კი დონარუმა სიტის ფეხბურთელია. ეხლა კი ჩემო არხის მსმენელებო, მადლობა მოსმენისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ, რათა მე დაგიბრუნდებით კარგი სიახლეების. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.